არც პუტინის რუსეთია და არც კადიროვის ჩეჩნეთი. თბილისია უფრო ზუსტად ივანიშვილის მიტაცებული საქართველოს გარუსებული სტალისა თბილისის სასამართლოს ეზო. თუ კარგად ვერ ნახეთ, თავიდან გაჩვენოთ. ოჩაღად იქცევა გეკას მილიცია. აი ეს მილიცია ტროტუარზე დგომის გამო ხალხს რომ აპატიმრებს. აი ეს მილიცია პირბადის ტარების გამო ხალხს რომ აჯარიმებს. აი ეს მილიცია მშვიდობიან მომიტინგებს რომ დაუდობლად არბევს. აი ეს მილიცია რომლის ნაწილი ხარებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მარბიელთა რაზმია. აი ეს მილიციელი მშვიდობიან მომიტინგეების უფრო მეტი სისასტიკით დარბევისთვის დიდი ალბათობით ქიმიური იარაღი რომ გამოიყენა. აი ეს პოლიცია რომლის მთავარი საზრუნავი ბატონის 7 ცხოვრება. ეს იმ რეჟიმის მილიცია, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ჩაფარცხა. ეს იმ რეჟიმის პროკურატურა, რომელსაც ნიკოს მკვლელობიდან 5 წელი დასჭირდა, რომ ნახევარ სიმართლე ეთქვა. 17 თებერვლის დილას საქმე რო ვითომ გახსნად გამოაცხადეს, რამდენს გაგახსენდა თემირლან მაჩალიკაშვილი, დათუნა სირბილაძე, ბარბარე რაფალიანცი. დანარჩენის ჩამოთვლა თქვენ გააგრძელეთ განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს არ გეხებათ. თქვენი შვილი ხომ არ ყოფილა სასამართლოს ეზოში, თქვენ შვილს ხომ არ ეხება ის, რაც ივანიშვილის კლანის სასამართლოს დარბაზებში ხდება. თქვენი შვილი ხომ არ სწავლობდა იმ სკოლაში, სადაც მასწავლებელი მოკლეს. თქვენი შვილი ხომ არ იცნობდა ნიკოს, დათუნას, თემილას, ბარბარეს. თქვენ ხომ შვიდობა გაქვთ. თქვენ ხომ შვიდობა გაქვთ რუსკი მირი, ხომ დაგაჯერათ ქართულენოვანმა რუსულმა პროპაგანდამ, ბინძურმა პროპაგანდამ და ამ პროპაგანდის უთამოყარეო უნამუსო მუშაკებმა, რომ ომი, რომელშიც არავინ გვითხრებდა და მეორე ფრონტის გახსნას, რომელსაც არავინ გთხოვდა, იმ ბრძენმა კაცმა თავიდან აგაცივათ. დაიჯერეთ, ხო და ამ პროპაგანდაში სვისი ომის ხარჯზე ესენი უფრო გამდიდრდნენ ოკუპანტთან კრაუდში კოტრიალით ფერდები ამოივსეს. დაიახლა ამ ნადავს ერთმანეთს უთვლიან და ახევენ, მაყუცდო ბიზნესებს ინაწილებენ. კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ არ ეხება ორნიშნე ეკონომიკა თქვენს კეთილდღეობას, რატომ არ ხართ უკეთესად კორუფციასთან ბრძოლით? ამ კორუფციასთან ვითომ ბრძოლას, ორნიშნავ ვითომ ეკონომიკას დიდი ალბათობით გასაჩუმებელი ფულის კლებას, ოკუპანტთან აღებმიცემობას რუსულ შავხვრელს და ამასთან ერთად უკვე გაუქმებული სახელმწიფოსთვის ფუნქციის დაკარგვას კიდევ მიუბრუნდები. შევეცდები ახსნა, რა ეტაპზე ახლა რეჟიმი და რა განზრახვა აქვს, რომ უფრო მეტად ჩაიკეტოს საკუთარ ბინძურ ნაჭრში, რომ მოახლოებული კრახი გადააგოროს. ილიას სიტყვას კიდევ ერთხელ ამოეფაროს და ჩვენი თავი ჩვენად გვეყუდნესო, რუსული შინაარსით შემოგვაჩეჩოს, მანამდე კი ბიძინას მშვიდობა. უკრაინის მიწაზე მკვლელი პუტინის ბარბაროსული ომი 4 წელია მიმდინარეობს და თუ დღეს მსოფლიოში რამე პოლიტიკური ლოგიკა არსებობს, ომი დასასრულს უახლოვდება. პუტინმა ეს ომი თავიდანვე წააგო, პირველ რიგში საკუთარ ხალხთან, მერე უკრაინელ ხალხთან და რაც მთავარია, მის მიერ არაერთხელ გაყალბებულ ისტორიასთან. კიევმა მონათლა მოსკოვი და კიევი აუგებს წესს მოსკოვს და ბოროტებასთან ერთად დამარცხდება ყველა, ვინც ამ ბარბაროსულ ომში ბოროტების ბნელ მხარეს არის. მტკიცებულებების მოყვანას იმის შესახებ, რომ ამ ბარბაროსულ ომში ივანიშვილის სინდიკატი პუტინის მხარეს არის, აღარ დავიწყებ. ამ 4 წლის მანძილზე ივანიშვილის გრუზინსკაია მეჩნდა არაერთხელ იქნა მხილებული და მაშინ როცა აბა ომი გინდათ აღარ იყიდება და ეგრეთ წოდებულ მშვიდობასთან ერთად ხალხს ეკონომიკური კეთილდღეობა უნდა, რომელიც არ არის და დიდი ალბათობით აღარ იქნება, ცენტრმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მოიფიქრა და ისევ ძველი თემატიკა შემოაგორა. მასშტაბური გოლი გადმოუგდო ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა მოსკოვისგან ეროვნული უსაფრთხოებისა და საზღვრის დაცვის გაძლებისთვის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების პარტია მიიღო. კამიკაძე დრონები 20-25 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით და 10 ინჩიანი ფრთებითაა დაკომპლექტებულიო. სანამ ცხინვალიდან 25 კილომეტრის რადიუსზე ობიექტებს მონიშნავდა ნეფსი თუ უნებლიეთ პროპაგანდას დაეხმარებით მოგონილი თემის თავიდან გაცოცხლებაში, კარგად გაიაზრეთ, რომ მოსკოვს რაც უნდა მიიღო ივანიშვილისგან, ყველაფერი მიიღო. გრუზია მისი სამხრეთ კავკასიური ანკლავე და თუ ვაცალეთ აფხაზეთში რკინიგზას გახსნის, ირანის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს კი დიპლომატიურ მისიას ოფიციალურად ააგუგუნებს, თორე ისე ლამაზად მუშაობს რუსული რეზიდენტურა. ბოლო ეტაპზე კი სპეცოპერაცია ბოდიშის ბოლომდე მივა და
გარუსებული თბილისი მშვიდობის სახელით ოკუპირებულ ტერიტორიებსაც რაღაცა ფორმით აღიარებს ერთობის საფარქვეში. არ გაშინებთ და არ შეგეშინდეთ უბრალოდ ჩემი მოსაზრება, რომელიც ამაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ჩამომიყალიბდა. თუ რეჟიმს ძალიან გაუჭირდა და შემოგდებული თემა გასაჩუმებლად და გასაშინებლად არ იყო, არ გავიკვირდეთო სადმე საოკუპაციო ხაზთან წინასწარ დაგეგმილი პატარა პროვოკაციაც მოაწყო. ივანიშვილს რეალური მშვიდობა უნდოდეს და მის არსთან რაიმე სახით კავშირში იყოს საქართველოს სახელმწიფოს გლობალურ პოლიტიკურ რუკაზე დაბრუნება სულ მცირე ტრამპის მშვიდობის საბჭო შეუერთდებოდა და ამ ფოტოში მოხვდებოდა. მაგრამ ივანიშვილი მოქმედი ირაკლის სახით სხვა ფოტოზეა და იქაც გარიყულად ხელის ჩამორთმევის გარეშე მოსკოვი დაბალი დონის ვასალებს ხელს არ ართმევს რა საქმე აქვს. საქმე აქ მოთავებული აქვს. იქ კანტორის ბიჭებმა იციან რომ კარის ფილოსოფოსი დუგინის შინური ვერსია რუსულ პეჭკაში გამოაცხობს ახალ პისმოს და მერე მის ნაჯღებს პროპაგანდა ჩაარაკრაკებს. ითქვის რომ ტრამპი ომის ხელშეწყობი და გამჩაღებელი უფრო ვიდრე მშვიდობის მტრედიო. ვიცი ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მთლიანი სურათის აღსაქმნელად ასე ჯობს. პუტინის თავარი ჯამბაზის და ცოცხალი ტროლის მედვედევის ერთი განცხადება მინდა შემოგთავაზოთ. Вы сказали Кая Каллас. А кто это такая? С этим человеком не общаются даже коллеги. То есть, видимо, они не считают для себя уместным снизойти до уровня целого высокого представителя по международным вопросам Европейского Союза для того, чтобы с ней провести встречу. Если вы обратили внимание, с ней не общаются министры иностранных дел многих европейских стран. Я уж не говорю про госсекретаря США. ეს განცხადება დიდი სტრატეგიული სამხედრო ფორმაში გამოწყებილმა ლოთბაზარა ჯამბაზმა 20 თებერვალს გააკეთა. ახლა ვნახოთ რა თქვა პროპაგანდის ეთერში, თუ არ ვცდები 29 იანვარს პროპაგანდის მიერ აღმატებულ ხარისხში მოხსენებულმა პირველმა კანონმდებელმა ყველაფერზე ხელის მომწერმა ცოცხალმა ტროლმა შეპენ. ეს არის სწორედ ის, რამაც ევროპა იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არიან, რომ კაია კალას არ ხვდება მისი ამერიკელი პარტნიორი რუბიო. აქ მიიყვანა დღეს ბრიუსელმა ევროკავშირი და ჩვენერ პატარა ქვეყანაზე იყრიან ჯავრს. თუ რამეს შნოდა თავი აქვთ იციან რა უნდა გააკეთონ. ჩავიდნენ უკრაინაში და იომონ. უკრაინაში ჩავიდნენ და იქ იომონო. აქ უხამსი კომენტარი შეიძლებოდა, მაგრამ მაყურებელს და საკუთარ თავს პატივს ცემ. ისედაც გასაგებია ამ ცოცხალ ტროლზე ყველაფერი. კაია კალასი და ევროკავშირი რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიას შეადარა. მეტი შეგეძლია შეპე, მეტი არ გაჯობოს კრემლის ჯამბაზმა. ტროლობაში პირველობა არ დაკარგო და 25 თებერვალს ტაბახმელაში თუ ახვალ ფარისეულად იუნკერების საფლავზე ბევრი რომ არ იწვალო, ნავის თუ კიდობანის ყველაფერი ცნობილი ნაცნობი უცნობის ამორალურობა გაიმეორე. ხო, ეხლა მინდა კითხე კიდე ერთი წამით მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო გუშინ რა და ზუსტად ისეთ იმას ვამჩნევ ხოლმე რა ამ გოგოსთან დაკავშირებით ხო რომ რაღაცა აი თითქოს ამათ უნდათ მიწეპება ეხლა ამას რომ აი რუსეთს ებრძოდა და რუსეთმა მარო მაყაშვილი რუსეთმა კი არ მოგვიკლა მარო მაყაშვილი მაგრამ მოყაშვილი მოგვიკლა იმ ხელისუფლებამ რა როგორც ამ ხელისუფლებამ მოგვიკლა გიორგი არწუხელიძე რა რუსეთმა მოგვიკლა და რა აი პატარა ბავშვებივით ხო ეს აი ახმებში და აი რუსები და ეხლა მარო მაყაშვილი და რუსეთმა მოგვიკლა და რა არ ვიცი რა შენი იმედი მაქვს შეპე და თუ გახურება ბოლომდე გახურდი და აი მოქმედი ირაკლი თავის რიგს რომ ელოდებოდა და 26 მაისს ჯერ ივარჯიშა და შემდეგ არუზე გაიურჯა ეგეთი რამე მოიფიქრე ტაბახმელა თუ გეშორება ივარჯიშე მაინც ამერიკალაზესთან ერთად მაგრამ მაინც მგონია რომ ახვალ ეგ ტრიბუნა არ დაკარგო და მოქმედი ირაკლის მიერ 1000 გზის გადაწერილი რუსულ უბორნიაში ჟანგენ რუსმაძე ჩამოკიდებული კონსტიტუციის 105 წლის თავის იუბილეზე გამოცხარ პოსტში ილიას რომ ამოეფარე ჩვენი თავი ჩვენამდე გვეყუდუნებდესო ეგ გაიმეორე ორი ფეხი ღირსება ისა ესა ბრიუსელი ლონდონი ვაშინგტონი და ქართული ხალხის ყველა მეგობარი გალანძღებ თქვენი სინდიკატის და შეფის საყვარელ საბჭოებს შეადარენ რევიზორები უწოდე დიდ ილიას რუსული ბოდისთვის პირველად კი არ იყენებთ თქვენ რომ ბატონის ხათრიზა და შიშის გულობიზა მოიძულეთ წინა ირაკლიც მაგას ღაღადებდა გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია დამოუკიდებლობა
სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს. თავისუფლება კი როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყოდნის. თქვენამ ფარისევლობას ბოლოს აუცილებლად მიუბრუნდები. მანამდე კი წინა ირაკლიზე მისი ვიცე-პრემიერის ერთი განცხადება გამახსენდა, რომელიც მან ოხანაშვილის შემცვლელის კანტორიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველოს ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზის მომარაგების საკითხში. კერძოდ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ თანამშრომლობთ ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ერთად. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით და შესაბამისად ამას რა თქმა უნდა დაჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო, იმიტომ რომ იყო კითხვები, რამდენად ეს ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა შეიძლება ჩვენ მომარაგების კუთხით ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვიხილდა. ეს განცხადება, რომ უმნიშვნელოვანესია რაღაც დიდი ჩემი აზრით რუსულ რგოლში, ამის დასტური ოხანაშვილის შემცვლის კანტორის განმარტებით უარყოფითი განცხადებაა. რა რისკი, რის რისკი კიდევ დავიბარებთო. კი, ქვეყნიდან გაშვებულზე თუ დაბრუნდა, დაიბარებთ. ნუ მოგვარდებით რა. ისე კი მართლა რა რისკი, რის რისკი, რა ევროპის გაზმომარაგება და აზერბაიჯანი. ვიფიქრობ, როგორც ამბობენ დასაჭერად გამზადებულმა ექს-ვიცე-პრემიერმა, სადღაც ვიღაცასთან ამ ფორმით სიგნალი გაუშვა. ეს რუსები ბოლომდე გარუსნენ და შახდენიზის გასადეს პრობლემებს შეუქმნიანო. ხო, ვიცი სპეკულაცია, მაგრამ არაფერი გამიკვირდება იმ სინდიკატისგან, რომელსაც ყველაფერთან ერთად კალაძის მიერ გასპროთან დღემდე საიდუმლო შინაარსის ხელშეკრულება აკავშირებს. არაფერი გამიკვირდება იმ სინდიკატისგან, რომელსაც გადაცემა ნამდვილი ამბავი. ერისო ჯარიაშვილთან ერთად სატელევიზიო ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ გამოძიება დაიწყო. ამბავი კი გასპროთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა რა თანხას იხდის საქართველოს რუსული გაზის შესყიდვაში. დოკუმენტი გაქრა, გამოძიება მიმდინარეობს. ისე კი ეს ის დავითაშვილი ხომ არ არის მინისტრობიდან მოხსნის მერე მოქმედი ირაკლის მრჩეველი და რაღაც ეკონომიკური საბჭოს მდივნად რომ დაინიშნა. მე იქიდანაც რომ მოხსნეს და დიდი ალბათობით რუსეთთან კავშირში ვიყო ბლექსი პეტროლიუმის სამოთოყურო საბჭოს თავმჯდომარედ რომ დანიშნეს. ეს ის ყულების და თუ გადამამუშავებელი ქარხანა ხომ არ არის ევროკავშირის სანქციებს რომ ემუქრება. ნეტა რატომ? იმიტომ ხომ არა რომ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის მომსახურე ნავსაყუდელია. ეგ რომელი ფლოტია? აი ზღვებსა და ოკეანებში გემებს რომ უპატიმრებენ. იმ გემებს რომელიც გაუფასურებულ რუსულ ნატოს დაათრევს. ყიდის და მერი ამ ფულით უკრაინაში ომს აწარმოებს. ამასთან რას სასიხარულო რომ საქართველოში გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი 401%-ით გაიზარდა. მე არ ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი კავშირშია რუსეთთან და ივანიშვილის მიერ მიტაცებული საქართველოს რუსეთის ბოლომდე ჩამოქცევის პირას მყოფი პუტინის ომის ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი შავი ხვრელია. არ ამგონი რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირში იყოს კრემლის მთავარ ამოცანასთან. საქართველოს როგორც სახელმწიფომ ისტორიული ფუნქცია დაკარგოს, გამოითიშოს ყველაფერს რაც მომავალს განვითარებას, ნამდვილ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას უკავშირდება. თუ ვინმეს აშინებს პუტინის მერე ომის ეკონომიკის ჩამოშლა, რაც ყველა კვლევით გარდაუვალია, ეს ივანიშვილია, რადგან მისი ონიშნა ფურცლის ეკონომიკა რუსულ ეკონომიკაზე და ბარბაროსულ რუსულ ომზეა მიბმული. სანქციების ქვეშ მყოფი და უფრო მეტი სანქციის მოლოდინში მოქმედი ირაკლის ვითომ ბიუჯეტი ერთშორისად დღეს ვეღარ დააკმაყოფილებს ძვირფასო გატრუნებულ თქვენ მოთხოვნებს. ალბათ იცით რომ ის მილიონები რომლებიც ხან ვის სახლიდან ამოიღეს ხან ვისი თქვენამდე არ მოვა. არც თავისას გამოიტანს და დახარჯავს თქვენთვის. თქვენ ჯერ ჩუმად ხართ, რადგან ნაკებია თქვენი სიჩუმე. ნაკებია, რადგან ჯერ თბილად ხართ. ფსიქოლოგიურად გიჭირთ აღიაროთ, რომ სიმართლე ისიც, თან ის რაც გარეთ ხდება, თქვენ ხომ არ გეხებათ. ამორალურმა რეჟიმმა ისიც, რომ ბევრი თქვენგანი მორალთან წყრალად არის. იცის მათი რუსობის და კორუმპირებულობის მხილება არ გაწუხებთ. იცის, რომ ცენზურა არ გაწუხებთ. იცის, რომ პროპაგანდა თავის დღის წესრიგს გაჭმევთ, როცა უნდა და რა შინაარსითაც უნდა. იცის, რომ ლეგიტიმურობა არ მუშაობს და რეპრესიებს ამკაცებს, საკუთარს არინდობს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ამას არ დაიჭერებთ, მოგიწევთ ციხეში ჩაჭრობა 3 წლის ვადით. გაიგეთ
არალეგიტიმურმა თქვენგან განსხვავებით იცის, რომ მალე ტელევიზორითაც ვეღარ გადაგკერავთ. იცის, რომ როგორც კი თქვენ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, როგორც კი ხვალინდელი დღე ბუნდოვანი იქნება, როგორც კი ხელფასები და პენსიები დაგეგვიანდებათ, ეს მისი ჩამოშლის პირველი უტყუარი ნიშანი იქნება. და ეს ნიშანი დიდი ალბათობით შეუცვლელი პროცესის დასაწყისი იქნება. მანამდე კი თქვენ შეგიძლიათ მათთან ერთად არ გიყვარდეთ დასავლელი მეგობრები. მანამდე შეგიძლიათ თავი მოიტყოთ, რომ გაძვირებულ ცხოვრებასთან მებრძოლი მილიონების კომისია ცხოვრებას გააიაფებს და ასე შემდეგ. რეალურად კი ჯანდაცვის ვითომ სამინისტროს ინიციატივა სოციალურ დაუცველთა ბაზის გადამოწმების შესახებ მხოლოდ იმის პირველი ნიშანია, რომ ეს თქვენი გასაჩუმებელი ფული უბრალოდ ცოტავდება. მარტო იმათ კი არ მოიღებენ სიიდან, ვინც თურმე ძვირადღირებული ავტომანქანები და არა თქვენც, ვინც ბირჟაზე გახართ და ამათი პეხოტა ხართ. ისე დაქცინათ სინდიკატმა ვერც მიხვდით სოციალურ დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაშიო და მე ეს ყველაფერი კარგად რომ დაიჯეროთ და ამ დაჯერებით რეჟიმს არსებობა გაუხანძილოთ, თქვენ საყოფაცხოვრებო არასტაბილურობაში დასავლეთი იმპერიალისტები, მოღალატეები, მიგრანტები, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები დაადანაშაულეთ. ყველა სხვა ამად გარდა ამასობაში შეიძლება სულ დაბლაგდეთ და ტყუილისუპის ეგეც თუ გეკრათ თხოვებაში ბატონის ასამაღლებელი პოლიქრონიონიც ისწავლოთ. ბატონი ძინავანიშვილს მე და მივულოცო დაბადების დღე და 70 წლის იუბილე. ძინავანიშვილის ხელმძღვანელობით გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. განსაკუთრებით 2022 წლიდან პერიოდზეა საუბარი, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გამტკიცება. და მადლობა ყველაფრისთვის ბატონი ძინავანიშვილს კიდევ ერთხელ ვილოცავ დაბადების დღეს და მინდა ვუსწრო გაგრძელება ჯანმრთელობა ყოველივე საუკუნის. ფეხზე ადგომა დამაკლდა, ტაშიც არ იყო მკუხარე. უპატიებელია, მაგრამ ყველაფერი მორჩილთა შორის მორჩილის, საჩვენებლად დამცირებულთა შორის დამცირებულის ცოლიზმის მილოცვამ გადაწონა. ხოჩახ ლექსო თამაზაშვილო, არ მეგონა ამდენი თუ შეგეძლო. შენ ყველას მოქმედი ირაკლის 20%-იან მერი კალაძეს, ცოცხალ ტროლ შეპეს, ნინო წილოსასაც კი აჯობებ. 2012 წლის ისტორიის გახსენებით თუ როგორ დასრულდა ის საღამო, როცა დედოფლის წყაროში შტაბის გახსნაზე ბატონი ჩამოვიდა, როგორ სამმაგი მონდომებით მოემზადეთ შენ და ირაკლი მის დასახვედრად და მე როგორ გეწვიეთ ოჯახში სუფრაზე. ჩვენთან ოჯახში სადილის მზადდება და ხომ არ გვესტურება? ირაკლი მითხრა, არ ვიცი, მე ვერ შევეკითხები, დაძაბული პერიოდია და შეიძლება არ იყოს სუფრის დრო. შვიდობით ჩაერა შტაბის გახსნამ და ირაკლი მორიდებით კითხა ბატონ ბიძინას. ოჯახში სუფრა გამზადებულია და თუ შეძლებს სტუმრობას ძალიან გაგვიხარდებაო. აბა რა უნდა ვქნაო? მივიდეთ უპასუხა ირაკლის. მივიჯექით სუფრას, ღვინო ჩამოვასხით მე და ირაკლი თვალებით ვანიშნებდით ერთმანეთს. თამადობის დაწყებაზე ორივე ძალიან გვერიდება. მიხვდა ბატონი ბიძინა ჩვენს გასაჭირს და თავად გვითამათა. დაუწყარი იყო ის საღამო წერს ლექსო და ბატონის ერთგულების საჯარო აღიარებას სადღეგრძელოთი ასრულებს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების შენარჩუნება, არის ბიძინა ივანიშვილი. გილოცავთ დაბადების დღეს ბატონო ბიძინა. დღეს თქვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს. ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩასაფრებული კი არ ვარ ლექსოზე ან მისნაირებზე. უბრალოდ მის პოსტზე თუ წერილზე ამხელა ყურადღებით შევეცადე თქვენთვის დღეს გაწურნელებისთვის, ვისაც სულ ერთია. ანდრო ჭიჭინაძის ბანერს ჩამოხსნის თუ არა პროპაგანდა და კულტურის ვითომ სამინისტრო, ახლა უკვე მსახიობებისგან დაცლილი თეატრის შენობიდან დამენახებინა ხვალინდელი რუსული დღე, სადაც გამრავლებაში უშუალოდ ორბელიანი სასახლის ბინადარი იქნება ჩართული. მოქმედი ირაკლი კი დემოგრაფიაზე იზრუნებს, სადაც ყველა ტანწერწეტა იქნებით, იმიტომ რომ ნაცების დროს გასულ ისე კი რა სიმბოლურია, რომ ბატონის იუბილე იმავე კვირაში, რომელშიც ჩრდილო კორეის უზენაესი ძვირფასი ლიდერის, კორეელი ხალხის მამის გენერალ სიმუსის კიმ ჩენ ილის დაბადების დღეა. რა სიმბოლურია, რომ იმავე დღეს პუტინის რეჟიმის მიერ ნავალის სასტიკი მკვლელობიდან 2 წელი შესრულდა. რა სიმბოლურია, რომ სამ დღეში 25 თებერვალია წითელი ტერორის გაფორმების დღე. რა სიმბოლურია, რომ ამ დღიდან 2 დღეში 27 თებერვალს პუტინის რეჟიმის მიერ ნემცოვის მკვლელობიდან 11 წელი შესრულდება. დღეს ახალ ტრადიციას გავარღვევდა ივანიშვილის მიერ მიტაცებულის ჯიჯგუნის დღეებს არ დაგითვლით. მალე 5000 დღე იქნება. ბოლოს კი ილიას ჩვენი თავი ჩვენამდე გვეყუდნოდეს ამ ფარისევლებზე ერთი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანის 4 წლის წინადელ განცხადებას შემოგთავაზებთ. მერწმუნეთ დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე 4 წლის წინ იყო.
მანამდე კი ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო, დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო. მეგობრებო, დიდი ილიას მგზავრის წერილებში, როდესაც ლევ თხუნია გულის ტკივილით ამბობს, რომ უწინ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს და დღეს განმარტავენ ამას, რომ გვეკუთვნოდესო, კი ბატონო, გვეკუთვნოდესაც არის, მაგრამ გვეყუდნოდეს ნიშნავს მხარის აბმას, ერთმანეთზე მიყრდნობას, დაყრდნობას, როგორც დღეს ამის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ. სწორედ იმ იდეას გულისხმობდა, რომ მოქალაქეთა შორის უნდა იყოს ერთი აზრი, იდეა, მომართულობა, მიზანსწრაფულობა. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს არ ნიშნავდა იზოლაციადისტობას. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს არ ნიშნავდა ჩვენს ნაჭუჭში ჩაკეტვას. პირიქით, კოალიციურობა, აი ეს არის ნამდვილი ძალა და ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპაში, რომ ევროპა არის თანასწორთა კოალიცია, ევროპა არის მოძვე სახელმწიფოთა კოალიცია, ევროპა არის ძმობის კოალიცია. დიდი მადლობა, ასე რომ მტკიცეს დგა. გამარჯვებით. როგორც ვაჟა ამბობდა, დღეს ვართ იმ ვითარებაში, გაღმით შენახარ გამოგმით მე, შუა ჩამოგდის მდინარეო. დღეს ეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის არის ეს რუსეთუმე თავრობა და ჩვენ დღეს მოვალენი ვართ, ხიდად ვეხმნეთ ჩვენი მომავალი თაობისა. ჩვენ უნდა გავედოთ დღევანდელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხიდად და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია.